დღე მეორე კი არა და მესამე. ეხლა მივდივართ ვენაში, უნდა ჩავსხდეთ ფლიქსს პასში. ოღონდ მათრევინით თავის ჩანთას. ვერ პოვლობ, ანუ ძალიან ბევრი ფლიქსს პასები და ზოგადად 16. იქ არის? ზოგადად პასებია და ვერ ვიპოვეთ, მაგრამ გონი მია მიპოვა. მია მიპოვა, ხო? ყველა აგე. ჩვენ ბოთ. აგე ბერლინიც უნდა გავერო, დრეზდენი. კაი. დამშვიდი და კაი. რატო ღვილიო? არ ვიცი. შორს მეგონი. ჩამოვედით ფლიქსპასთან, ეხლა ვართ ვენის მეტროში და მივდივართ სახლში. ვიყიდეთ ბილეთები, აქ უკვე ლეგალურები ვართ. აქ აღარ ნახეთ რა ქვია, მოკლედ. როგორც ყველგან აქაც განახებთ მეტროს ვაგონის ჩეკს, იმიტომ რომ ეგ მაინტერესებს ხოლმე რა, ძალიან ქვეყნების ქალაქებში ძალიან საინტერესოა და შიაშენ. მეც. ნორმალურია, ხო? კაი. ტრამვაი არის ძალიან ვიწრო, რაც გამიკვირდა ცოტა. ანუ პრაღაში იყო სადღაც ამ ხელა, ამ ციგანი, აქ არის ამ ციგანი. ეხლა მოვედით სპარში და უნდა ავარჩიოთ პროდუქტები, რომ ვიყიდოთ სახელისთვის. ეხავთ ბოსტონის ფილიალს. ნია მოყარო დაიწყო. ეხლა ვიღებთ გასაღებს. და წავდივართ სახლში. ესეთი არის შემოსასვლელი და მგონი we are in the ghetto. რატატატა. მართლა რატატატა, იმიტომ რომ ეს არის. მან რასეძებ ჩემი ძმა? კაი. მოგწანდი. მადლობა. ეს არის ჩვენი მეორე ჰაუს ტური. პრაღასთან შედარებით ძალიან ბანძი სახლია, იმიტომ რომ პრაღა იყო, აი ძალიან cool და ძალიან დონე, მაგრამ ნუ არა უშავს რა. აქ ჯერ მეც არ ვიცი, შუქი ალბათ ეს არის. ჩვენი პატარა kitchen. ეს ქონია რა გინდა აქაც. მიკროტალღური, ყავა და რაღაცები დაგვახვედრა, ჩაიც, მაცივარიც. აი ეს მოცუცქნული საბაზანო. ნუ ნორმალურია რა. წავედით next step. ეს შეგზე კარი დახურო, სახში რო შემოდიხარ. ლიფტში ცხოვრობ? ეს არის ჩვენი მისაღები. და ეს ამავდროულად საძინებელიც. კი, ყველაფერი ერთად. აქ არის ტელევიზორი ყა. პატარა ტელევიზორი, ტელევიზორზე დიდი ჩარჩო აქვს ტელევიზორს. მოდი აბა ხედი ვნახოთ. გადაწი? სად ვართ? ვაფშე? ჩემი დედას ფიცა ვარ? კაი, ახვანდის, აღარ გვინდა. გეტო? და ნუ ნორმალურია რა. 10-დან აკეთ გვაქვს მაგი და გვაქვს გარდერობი. აქ ალბათ კურტკებს ჩამოვკიდებთ. ან არ ვიცი. აქ ვჩერდებით 3 დღე. 2 ღამე. 10-დან 5 ნახევარი. ხო, რაღაც ეგრე თან რაღაცნაირი სუნი არის. თითქოს მერაბი 10-დან 0. აი, ეგეც ფრონტის არის. კაი, 3, მეც არ დავუწე შანსი არა. აუ, ესა კრიტიკული ყავს. ეხლა ჩვენ განახებთ რა ვიყიდეთ სპარში 58 ევროთ, ხო? 19. ორი დიდი პარკი გავავსეთ, სხვათა შორის. პარკები ამოვაგზავნე მოხდა. აუ, ძალიან ძიმე მოიცა, ცოტა შევაკეთე. ერთი ტოსტის პური. ეს ის უადამწუხდოინდე. რა არის? მე რა ვიმ რატომაც გავიყვება ეს მე. ჰეინეკენის 6 ცალი შეკვრა, ლუდი. ნიკას ყველიანი პურები. ყველიანი ბაგეტები. ეს ჩემი ბურგერები. ბურგერები 2 ცალი. ნიკას სარჩეული ცექსი, ეს გადავაგემონოს და მაგის იმასაც გადავიღეს. რევიუს.
ეს ჩიპსი, ლეისის. ეს დამერაბისი. კოკაკოლები. ეს ჩვენი ყველას ბანანის ჩვენი. არც მე და მაგიტო ავიღე რომ მაინტერესებს როგორია. ეს ავიღე მე, ჩემი სიყვარულები. ეს არის კენკრა ხო? ჟოლო. კაი. ხოში აღარაფერი აღარ. უბრალოდ ამოვიღებ და გაჩვენდი. ეს რაღაც ეს ძალიან ანუ ეს არის რაღაც ტიწაკაში ჩადებული შიგნით ყველი მგონი რა, რაღაც კონსერვისავით არის და ძალიან მაინტერესებს როგორია. თუ გული ამერია მაგასაც გეტყვით. პრინგლსი, of course. ეს მულტი რაღაც წვენი. მულტიფრუქტი, ანუ ბევრი ხილის წვენი. წყალი რომელიც არის გაზიანი და მე და ნიკას ვწყურე და სიგიჟებდე და წყალი ვერ დავდიეთ, იმიტომ რომ ყველა წყალი გაზიანი იყო აბსოლუტურად. წყალი რაც ავიღეთ ყველაფერს რომ ვიყუდებდი, იმენა ეგეთი ვიყავი გული მე. ეგეთი. ხო, ყველა გაზიანი. ანუ ეს არის მე რა მგონი არის. ეს ხო ისაა. ეს არის პრეზიდენტის ყველი გადასასმელი მდნარი ყველი. პრეზიდენტის არ არის. უი, პირადები. ეს კიდე ერთი კოკაკოლა ჩემთვის და მე. მესამე კოლა. ეს ალბათ რაღაც უცნაური ცეხვი. უცნაური რატო არის ჩვეულებრივი ცეხვი არის? აი. ნიკა როგორც უცნაურობების ღმერთი. აიღო ესეთი რაღაც. ანუ ეს არის მოსახარში ვარენიკებივით რა. აი ესეთი რაღაცა არის. ნუ პილმენია იდეაში, ხორცექ შეგნით. ესეთი ვაშლი ვიყიდეთ. და პამიდორი ჩერი. ჩერი პამიდორი. თქვენ სიყვარული. არა, მეტი არ არის? ხო, არა. გაედბული. მგონი მთელი 3 დღის მარაგი ვიყიდეთ. ამ ყველაფერში გადავიხადეთ 59 евро. რაც არ არის ცივი. რა, მთელი მაგი და გაივსვა ადგილი აღარ არის. ხო, მაგრამ აი ეს პური მგონია რომ დიდად გემრიელი არ იქნება. პური, რატო? ხო, აი რაღაცნაირად ვიცი. მე მაინც თბილისის თონის. ხა ბოდიშ თონის პურს აქავრები ვერ შედრება, მაგრამ თქვენი სოფლეური. შიგნით სულ. ხა ცოტა ხანი დავისვანეთ 1 საათნახევარი წამოვგორდებით, ცოტა შეიძლება შევჭამოთ და მერე წავალთ ქალაქის ცენტრს ნახავთ და მერე მოვთქვათ, კარგად. ფურავა და მყოფი ხარ. საშენ ცენტრს დავაჯვი რაღაცას ხოზე. ჩემ ჩანთას. კაი არა უშავს. უშავს. ჩვენ გადავწყვეტ რომ ფხიზლები არ ვიქნებით არც ერთი. ამ რეალობას კიდევ ვერ უყურეს. ვერ გავძლებ. ამიტომაც გაუმარჯოს. მოდი მე წაწესერი ხო? მომე დავსახური. ეხა ვიღებთ ჩელენჯ, ვინ ჩაგდებს თავს. მომე დავსახური. ყველამ ჩვენ ის რო ჩაგდე? ჩემი დავსახური შედა. ნია ჯორდანი. მე დავსახური შედა. მომეში. აბა, მიდი. ლუზერ. ეხა მე აბა. მე შენი შედა თუ იყიდა მაგჭარი. ვერ ჩაგდებ კარგი ბაზარი. ნუ მთარსა. მიდი აბა. ნიამ გვაჯობა. ჩემი კულტურული შოკი ზოგადად ცენტრალურ ევროპაში აღმოსავლეთიდან განსხვავებით არის ის, რომ ანუ განა რაღაც არქიტექტურა და ქალაქი და ამ შემდეგ ყველაზე მეტად შოკავს არის ის, რომ 4 საათზე უკვე ღამე იყო, რომ ჩამოვიდით ვენაში დღეს. ანუ 4 საათზე ხალხო შუა დღის 4 საათზე არის ღამე აქ უკვე და 7 საათზე ყველაფერი იკეტება. და აი თბილისში რომ მე ღამე მიყვარს ზოგადად ბოდიალისო და ღამის რაღაც 11-12-ზე რომ გავბოდიალდები რაღაც მაღაზია ყველაფერი ღიაროა და რაღაცა აქ ეხა 9 საათზე მოგვინდა მაღაზია და სადღაც ტრაქში ვიპოვე ძლივს რაღაც 24 საათიანი და ძლივს მოვაგენით გამოვედით და ეს ფაქტი არის ჩემთვის ცოტა შეუთავსებელი ვიტყოდი სხვადასხვა პიჟამოთი ვარ გამოსული იმიტომ რომ გამეზარა გამოცვლა გაცენდა გავიგდეთ ვიბანავეთ ტექნოლოგიის საუზმოთ და გავალთ გალით მოვედით სტეფანს პლაცში თუ რაღაც სტეფანს პალაც თუ რაღაცა ქვია
ცენტრალური ეს არის მოკლედ ვენის ეს უბანი ნაწილი. და ახლა შევალთ ამ ეკლესიაში, რომელიც ძალიან ლამაზია. ეს ძალიან ლამაზია ეს ტაძარი. აი ესეთი ლამაზი ტაძარია. ხალხო, გამოიცანით სად ვართ? რომელ მუზეუმში ვართ, გამოიცანით? H&M-ის მუზეუმი. H&M-ში შემოვიდით ხალხო და ანუ ესეთი ის არის, რა ქვია. ესეთი მუზეუმის სტილში არის მაღაზია, იმ ძველებური ხის და რაღაცა. მოგესალმებით Starbucks-იდან. გამარჯობა. და ჩვენ ახლა ვსვამთ აის მოკიატო. როგორც გინდათ. როგორ გამოვითქმის დღემდე ვერ გამოთქვა მას, მაგრამ ჩემი საყვარელი ყავა არის Starbucks-ში ეს. თორე ძალიან ტკბილია და მე მევასება ძალიან ტკბილი ყავები რა. ასევე ვიყიდეთ მოჯვი. ორი ცალი და ველოდებით რომ გადნეს და შევჭამოთ. მე გავსვლი პირველად Starbucks-ში შენ, არა ხო? შენ პირველად გასვლიე Starbucks-ი? იep. შენი შთაბეჭდილება რო გაგვიზია რომ მაშინ? ზოგადად ძალიან ფიქი ხარ ყავებში? აი ძალიან რა, იმიტომ რომ აი არასდროს ყავა არ მომწონს. მარტო მე რო ვაკეთებ ხოლმე, აი მინე ტკბილი რო არის, მარტო ეგ მომწონს. იშვიათია რომ მომეწონოს ვინმეს გაკეთებული და აი 10-დან დაუწერდი ამას 8-ს რა. იმიტომ რომ კარამელი ძალიან მიყვარს და კარამელი ბეუფლომად აქვს. მე 8.5-ს დაუწერდი. აი ეს არის თქვენი ევროპა, LGBT ისინი აქ ფერები, ცისარტყელები. მოვედით ბავშვებო. უნდა გაგართოთ ატრაქციონებზე მოვიყვანე ბავშვები. აუ, უფრო მე. ხოა? იმენა შუაში გაათხა. ხო? ოპა, მერაბა აღარ ხუმრობს. აი მენა შუაში დავა. 4-ის როლა მერაბი და ზუსტად ანუ შუაში გაათხა მე 4 ხა. მართლა სნაიპერია. რაღაც ძალიან გაერთნენ ბავშვები. ესეც უნდათ. არის. ეხა მოვედით შეშმაკის ბორბალზე და აღმოჩნდა ღვედები და არაფერი არა და თან ამას რო ატრიალებს ეს ტრიალებს რა. ნიკა, ნუ ატრიალებ ღმის გიბს. არა, რა მეშინია ხათო. არა, რა მეშინია. ვაფშე არ ხო, მეორე წრეზე წამოვიდა. თუ კიდე სამიო. ვაიმე. ეხა უსტრაფებს გონი. ხო, ეხა. ვაიმე, ეხა უფრო სწრაფად შუა. What the fuck? აუ, დაგვერ ხავს, всё. აი, არა, ლამაზია. просто ხედით დაიგა. თქვენი მაჭდებული რო. ხედი დაუტკბე კი არა, ლამის არის ჩაუტკბე აქედან. ეხა უნდა ვიგონკავთ. ავედით. ეხა მე და მე რა ვისხდებით, აი ამაზე. უნდა გავიყინო. როლერ კოუსტერზე, მიას ეშინია და შევიდა გადაგვიდეთ. მე რა ვის ეშინია, მაგრამ ხო, ვიღაცები კივიან. ეს რა სად უნდა გავატო? აი ფლეშიანი გონი. მოკლედ, ეხა კადამერა შევიდნენ შიგნით, დავხედავთ და არის ძალიან საშინელი, მე ძალიან ვიშროდა და ვერ შევედი. ძალიან ციოდა. და ეხა თუ გამოჩნდება აქედან გადავუხებ ვიდეოს. დავინახე, ეხა დაიძე. მეორე წრეზე მივდივარ, თორემ ეხა ნიას დავიყოლიეთ. და გორი სამივეს დაგვერხა. ნია უკან რა ბედნიერია, არა და ყველაზე და მაგას ეშინოდა და მე და მერაბი ჩაჯმულები. ეს მაგარი იყო. ეს პარკი იყო ყველაზე კაი ექსპერიენსი, რაც ჩამოვიდით გონი, ხო? რაც ევროპაში ვარ ყველაზე მეტად ეხლა გავგისწორდა. ანუ მართლა ძალიან კაი იყო. თავიდან იყო და მკრებივი დავდიოდი, აქ იყო და მკრებივი დავდიოდი, დავჭამეთ. არა, პრაღაში გაასწორა პროსტა. ატრაქციონმა დაგვაახლოვა ერთმანეთს. აუ, ატრაქციონმა იმენა გაგვისწორა მართლა რა. ვენაში ჩამოვიცოთ, ანუ მაგალ ერთფეროვანი და მკვდარი ქალაქია რა.
ხო, ნუ პრაღა გვირჩევნოდა იდეაში, მაგრამ აი მარტო ამის გამო არის ვენა ძალიან მაგარი უკვე ჩემთვის პირადად. ანუ ცენტრში ბევრი ხალხია მართლა, აი ძალიან. ეხლა მივდივართ კიდე იგივე ცენტრში, სადაც ვიყავი დღისით, იმიტომ რომ ღამით უფრო ლამაზი არის. Christmas market-ებზე და მორთული ქუჩები და რა. მორთული? და ღამეს ცოტა ღამითაც ჩავაჭერთ. ყელს. კაროჩე სამი ვერ ერთი ჭკურის ვართ რა. My god, რა სილამაზეა. მამა გადაგიო გინდა. Აკაია. ესე იგი გავიღვიძეთ ვენა დღე მესამე და თუ მეორე მესამე და ახლა მინდა რომ უბრალოდ სანამ გარეთ გავვალთ წარმოგიდგინოთ იმ უცნაური ნივთების სია რაც ამ სახლში დაგხვდა რომ შემოვედით პირველი არის ეს რადიო Sie haben ein Beispiel angesprochen. Wir müssen მეორე არის ეს მაუსი, რომელიც დაგხვდა ტელევიზორთან. და აი ეს მაუსი სად უნდა წავიღო და რა უნდა უქნა, ვაფშე ვერ გავიგე. ტელევიზორიც არ ირთვება საერთოდ. და თან on top of that კიდე უდევს აქ მაუსი, ვითომ ანუ მაუსი თუ მართო ტელევიზორი თითქოს თუ რაღაც. და საბაზარში არის დამოკიდებული ფანჯარაზე ვიღაცის ტრუსიკი, მაგრამ მაგას არ განახებდი, იმიტომ რომ ძალიან graphic არის ცოტა. უცნაური სახლია რა, გათბობა ვერ ვთავთ. Wi-Fi-ის ვერ ვთავთ. მოდემი არ ირთვება. და რაღაც ბევრი გლიჩები აქვს რა მოკლედ მეგობრებო, ეხლა ჩავდიოდით მეტროში რა. და უცებ გაიჩიტა პოლიცია ისინი ესენი და ანუ ამოყარეს უკან რა ხალხი და რა ხდება და თურმე ვიღაცა ლიენდაგებში ჩავარდნილა. და ეს ავადმყოფი დამაყენეს აქ რომ გვაინტერესებსო იმას როგორ ამოასვენებენო და ამოიყვანენო იმ ვიღაცას. რატო აინტერესებთ ეს არ ვიცი, მაგრამ აი ესე იცავს პოლიცია არავის არ უშვებენ და ეხლა მალე ალბათ ამოიყვანენ და კმაყოფილებიან ესენი და წავალთ თორე დავიღალე. მერაბი. ამაზე მინდა დაჯდომა და მეტად ძალიან დიდი ვარ ამისთვის. ალა გამოიცან. აი იმენა 64-ია ხალხო. მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია შიგნის და გამოვედი. არა, შენ საუბარი გეკრძალება ზოგადად. მოკლედ, ჩვენ Christmas market-ებზე ხარაც ვიყიდეთ, ზოგადად დღესაც ვიშოპინგეთ, მაგას განახებთ. ვიყიდე მაკნატუნა სახალხო ისა და ანუ შეიძლება თვითონ შეღებო რა, ანუ რაღაც მოხატო და რაღაცა. ვიყიდა თავისთვის. ეს თოვლის პაპა უგონდა. და ეს მინი. ხო. ამისი შვილი არის. ეს პატარა ბეკეკო სათამაშო. ეს ეს ვენას მაცივარზე მისაკრობები. ეს გული, უბრალოდ, ესეც ავსტრიის. ეს დედა ჩემისა. და ეს არის ყველაზე ლამაზები. ჩემი იყო ეს პატარა და ეს. აი ესე, გადაი სკვანჩა ერთმანეთს მეცა. აი. ეს ერთი და ეს ორი. და მე ესეთი მაგ. ერთი წუთი, ესენი რატო არა ჩვენ? რა ჩვენი შვილო. აი ეს სახლი მაგ. მე და ასევე ესეთი. ეს ალბათ ნაძვის ხის ჩამოსაკიდებია. ყველა დავშვიდი. ყველაფერი იმას კენთ ხო? და არჩი საჭმელებია. აი.
ჩამოვიდით ბუდაპეშტში. ახლა ჩავდივართ მეტროში და უნდა წავიდეთ სახლში და ჩაგიტარებთ ჰაუს ტურს, როგორც ყოველთვის. ესეც ვაგონის ჩეკი. ეს ყველაზე უფრო ჩვენნაირი მეტროა მგონი, ვიდრე ანუ ამ სამ ქალაქიდან. ეს ყველაზე უფრო ჩვენნაირია, პროსტა რბილისა აქ. შესაძლებლობები. ეს არის ჩვენი სახლი, ჯერ შემოდიხარ მოკლედ დერეფანში, ესეც პატარა დერეფანუკაში. და გვაქვს სახლი აქ. Hello. მოგესალმებით. ეს არის ჩვენი რიგით მესამე ჰაუს ტური. ეს ჩვენი დეკორაცია. მოკლედ ეს არის სამზარეულო. სადაც ვითომ საჭმელებს გავაკეთებთ და რეალურად არ გავაკეთებთ. ეს არის აბაზანა. საკმაოდ საყვარელია მომწონს. იყო შემოგიძვერდი ნესტოში. არ ვიცი. ეს მაცივარი, ეს საწოლი, ნიკას და მერაბისი, ეს ჩემი სათამაშოები, რა თქმა უნდა. აქეთ უკვე ჩემი აპარტამენტი იწყება. მაგრამ მერაბის ჯართი ყველაფერი აქ აწყვია. რატომღაც აქ ცოტა საღორე არის, მაგრამ მივალაგებთ. ეს არის მეორე სართული, აქ არის კარდა და ეს ჩემი ესა მეორე სართული. ეს არის პატარა და კოუზი საყვარელი ძალიან. 10-დან 10. ნახეთ რა საყვარელი ჭაღები, ანგელოზები არიან. ეს ჭაღები გამოგვრჩა, რო გვენახებინა. ამიტომაც ახლა განახებთ მოგვიანებით. და ესეც მინდა. განახოთ როგორია? დაკოქე მინდი. ამას უნდა დაიწყო. იმენა. იმას გადაუხე გეხვეწები. მე რა ვიეს მოიწა. კაი სუვენირ შოპში მივედით. მოვედით სწორად. ხა გავზიდავთ ყველაფერს აქედან. ბუდაპეშტი საყვარელი ქალაქია, კაროჩე და რაღაცნაირად. კარგად არის მორთული, თითქოს ქუჩები. ანუ ლამაზია რა. სადაც რამე ტკბილი შოკოლადი რაღაცა ეგეთია, ნია ეგრევე თავით ეშვება ყველგან. ანუ ცეზარი შევკვეთეთ და მოვიდა ფედროთი, ლიტერალი. და ლიმონათი ამ ხელაჭიქით მოვიდა და ყველაფერი მოდის დიდი ზომის და ნახოთ როგორ იქნება ცეზარი. შეგვიფასებს ნია. როგორ ვიმოდებით? აი, ათო დაგვერხა. აი. ვიჯანები. დაიწყო ჩვენი მოგზაურობის ბოლო დღე. დავიწყებთ viral Timberis ნაკენის დაგემოვნებით. ბაბულქის მერე ამ იმედგაცრუებას ვეღარ გადავიტან და იმედია კაი. აი ესეთი. ხორკლიანია. არის თორსა გემზია. მოდი აბა ის გამოვიდეს. ოპ, ჟონავს. ეს არის არამელი. ცუდია. ახლა ვიბანავ კონტესტებით და გულბენა. ხო მე ვიბანავ კონტესტებით და წავალ ბუდააცებს გაჩვენებ, ბუდას სასახლეს გაჩვენებ. და კიდე რაღაცებს. კარგად. აი. აი აქ გამიქნო ხალხ. კარგად. ახლა გადმოვედით ამ ხიდზე, ლომებიანი ხიდი რო არის.
და კვებით ხედავით ლამაზი აქაურობა და იქ არის პარლამენტი, რომელიც არის ყველაზე ლამაზი შენობა. აი. მე უნდა გადავაგდო 100 ფორინტი ეგრეთია. ცარი ბუდას სასახლე და მგონი ამ ქალაქს ბუდაპეშტი მაგითო ქვია? არ ვიცი, შეიძლება. ახლა მოვედი ზემოთ და ძალიან ლამაზი ხედი იშლება აქედან განახეთ ხა. აქ არის ფიშერმენის სასახლე, ციხესიმაგრე. აი აგერ და ბუდას ისა კანდაკელა კი არა კაცო სასახლე. ეხლა ავიდეთ ფიშერმენზე და განახებთ რა საოცარი ხედები იშლება. აი მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ. აი ეს შენობა, ეს კონკრეტული ბუდაპეშტის პარლამენტი არის ყველაზე ლამაზი შენობა, რაც ევროპაში მინახავს. აი. ანუ ხალხო, უბრალოდ შეხედეთ აი ამას. აი უბრალოდ სიტყვები არ მაქვს მართლა. გოთიკური ელემენტები აქვს თითქოს და რაღაცნაირი ძალიან ეთერია რა მოხდა აი. ნაუ Bravo. გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის ერთ-ერთი სუვენირი. მე რა ძალიან მოეწონა ეს სუვენირი. და საჩუქრად უნდა წავიღო ჩემს ბაგაზს. ვერდინა. ოპა. მოკლედ მეგობრებო, ეხლა შევაჯამებთ ჩვენ ტრიპს. და რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან. მე მაინტერესებს რომელი ქალაქი მოგეწონათ ყველაზე მეტად. დაალაგეთ პირველი, მეორე, მესამეთი. რაღა ბუდაპეშტი და ვენა. შენ? სახლს თუ არ ჩავთვლის, ვენა, პრაღა და ბუდაპეშტი. სახლს აკეთავთ. კაი, მაშინ ქალაქი ვენა, პრაღა და ბუდაპეშტი. ხო, მეც ეგრე, მაშინ. ვენა პირველი? მე ვენას. და პრაღაც ძალიან მომეწონა რა. მე ვენას მესამეზე გავიყვანდი, იმიტომ რომ ძალიან მოსაწყენი იყო ჩემთვის. მეორეზე გავიყვანდი ალბათ არ ვიცი, ბუდაპეშტი და პრაღა ორივე ძალიან მომეწონა. ძალიან მაინტერესებს, სად გაერთე, როგორც ვენაში გაერთე ისე. არა, ვენაში როგორ გავერთეთ? ანუ გავერთეთ კი იმან თვითონ ქალაქს გულისხმობ ხა ეგრე შეიძლება აქაც წავსულიყავით და პარკში გავთობილიყავით. ბუდაპეშტისთვის ფული აღარ დაგვრჩა მეგობრებო. მეორე ბუდაპეშტი და დავრჩით სენდვიჩების იმედზე. დაგშობოდოთ. ხო, ხოლესთან დროტინგ გვაქვს და არ ვიცით რა უნდა ვჭამოთ, მაგრამ ვნახოთ, მედიაში მშერე მოვკვდებით, შურები დავხოცებით. ეხლა სახლი ალბათ თან ხვდებით რომ მესამეზე ვენა. კი, რა თქმა უნდა და პირველზე, კაი. პირველზე გამყავს ორივე მომენტი. მე პირველზე გამყავს, მეორეზე გამყავს ბუდაპეშტი და პირველზე პრაღა, მარტო იმიტომ რომ სივრცის გამო რა. მე მარტო იმიტომ რომ ტელევიზორი იყო. ხო, ეგეც მომენტ, ეგეც არის კი. ვენაში Wi-Fi-ც არ იყო. სახლიც ბანძი იყო. სახლი არა. გათბობა არ იყო რა Wi-Fi. ხო, იყო უბრალოდ დუში თავში დამეცა. ღამე უსვამდით რომ გახურებული ყავით, მაგით ვიძინებდით. რა სახლისთვის ყურადღება არ მოგვიქცია. ხო, იმენა და ხო, რას შეცვლიდით ამ ტრიპში და რა მოგეწონათ თქვენი კომენტარი? მე არაფერს არ შევცვლით. ერთი ის ვინარი რომ გუშინ გადავიხადე 33 евро. ცეზარში რომელიც ვეჭამე. რომელიც იყო აი საზიზღრობა ხალხმა, აი საზიზღრობა. არა ვიდოდი იმ კოშკზე. ეგეც არის. პრაღის კოშკზე. ეს არ დავხარჯავდით. და რავი, ესე დასში რა ვინანე, რავი. ვენაში არ მინანია არაფერი. მე ვისურვებდი რომ ყველა ატრაქციონი გამისურდა. მე ვისურვებდი რომ მეტად აქტიურები ყოფილიყავით და ცოტა ზარმაცები არ ყოფილიყავით და ყველგან წამყოლდით. და ფული არ დაგჭებოდა არაფერში. სად გადავიხადე ფული დღეს, ვიბოდიალე ჩემს. უკაცრავად, მაგრამ ჩვენ რო არ ყოფილიყავით იმ ქალაქებში, ფული არ გექნებოდა აქ არაფერი, იმიტომ რომ ყველაფერს დახარჯავდი იმებში, ტიკეტებში. მაშინ დავხარჯავდი. გასცემდი ხანა გიხსნები. ხო და ну მოკლედ ჯამში კაი იყო რა. ძალიან კაი იყო, ძალიან გავერთეთ ყველანი და აი შევეწყვეთ. ჩემთვის პირველი მოგზაურობა იყო. ხო და ძალიან ჩემთვის პირველი იყო ესე. ხო, მაგრამ არა ზოგადად ხო, მაგრამ ესე ანუ არსად არ გავშოვიდოარი მე. კაი გაჩვენდი. კაი. ხო და მოკლედ ძალიან კაი იყო და ძალიან კარგი მოგონება დარჩება, დარწმუნებული ვარ. ამ ვიდეოს უყურებთ 10 წლის მერე და გავიხსენებთ. 10 არა 30. შემდეგი ვიდეოების მოგვიწევს და კი შევაჯამებთ მე.
სხვა მოგზაურობებში. ხო, რავი, ჯერ ნახოთ, ეს უკვე იქა. მაგამდე მიმოწევინე. მაგამდე მიმოწევინეთ, მოკლედ ხო. მოკლედ მოგვეწონა, ჯამში კაი იყო და ყველა კმაყოფილები ვართ და ხვალ მოდივართ საქართველოში. ხვალ მოვდივართ სამშობლოში. და მაინც ჩვენს სამშობლოს ესე ვფიქრობ, რომ არ გურჩევნია. განსაკუთრებით საჭმელი გვაქვს. საჭმელი გვაქვს. ვეიპი გვაქვს. არ ვიცი. ვეიპი გვაქვს და რავი. ვეიპი იყო აკრძალული აქ საერთოდ ბუდაპეშტში. ხო. არალეგალური არის. კაი, შეგიძლიათ რომ გაჩით. კაი, ხა მე რა ვიცი ძალიან შეა და უნდა წავიდეთ, თორე გადაგვაჭამს თავის. ყველას სამშია უნდა.